ეთერს ვაგრძელებთ სტუმრებთან ერთად სანდრო ჭილაძე და გიორგი ტყემალაძე არიან ჩვენთან სტუმრად. დიდი მადლობა ჩვენთან მოსვლისთვის. ვეტყვი რა მისიით ხართ ჩვენთან. რამდენიმე დღის წინ Facebook-ზე გამოჩნდა გვერდი მიბაძე ჯემალას, რომელიც არნახული პოპულარობით სარგებლობს, იმიტომ რომ თითოეულ პოსტს, რასაც თქვენ იგდებთ 500-ზე მეტი ლაიქი აქვს. ძალიან ბევრი ადამიანი იზიარებს ამ პოსტებს და ბევრი გულიანად ცინის. ჯემალა არის პირობითი ცნება, გამოგონილი პერსონაჟი, რომელიც ჭკვიანია და რომელსაც უნდა მივბაძოთ. ჯემალა პრინციპში გვასწავლის იმას, როგორ უნდა მოვიქცეთ ინტერნეტში და ინტერნეტს გარეთაც. თქვენ, ანუ მსმენელს კიდევ ერთხელ ვიტყვი, ჯემალა გამოგონილი პერსონაჟია და არც ერთ რაღაც არსებულ ჯემალთან არ ასოცირდება, მაგრამ ალბათ თქვენგან იქნება საინტერესო, ვინ არის ჯემალა და საერთოდ რატო გახდა ესეთი ჭკვიანი პერსონაჟის გამოგონება საჭირო იმისათვის, რომ უფრო კარგად ვისწავლოთ, როგორ უნდა მოვიქცეთ ინტერნეტში. პირველად ამ გვერდის შექმნის იდეა მაშინ გამიჩნდა, როდესაც უცხოური გვერდი ვნახე მიბაძე ბილს. და ეს გვერდი უფრო საერთაშორისო მასშტაბებზე იყო გათვლილი და საერთაშორისო პრობლემატიკით გამოირჩეოდა. და შემდეგ მოვძებნე და ვნახე, რომ ქართული ასეთი ანალოგი არ არსებობდა, ამიტომ შევქმნი ეს გვერდი. ეს ჯემალა, მიბაძე ჯემალას ძირითადად ანუ ქართულ ხალხზე არის გათვლილი და და რა შეუბნება ქართულ ხალხს, ანუ პირდაპირ როდესაც მაგალითად ადამიანს ნაკს პირდაპირ ეუბნები, ეს ცოტა წყინთ და კარგად არჟღეს. ხოლო როცა ამ მითითებას თუ შენიშნოს თან ახლავს ხუმრობას, ეს შედარებით უფრო გასაგები არის და მარტივად აღსაქმელი. და შესაბამისად ამის გამო უფრო ამის გამო მოიპოვეთ პოპულარობა. ხო, აი რამდენიმე მაგალითი რო გაიხსენოთ, რატომ უნდა მივბაძოთ ჯემალას, ჩვენ მსმენელს უფრო გაუმარტივდება იმის მიხედვით, რაზეა საუბარი. ერთ-ერთი კი არა და ყველაზე პოპულარული პოსტი, რომელიც ეხლა ამჟამად არის ამ გვერდზე, იყო თემა, რომელიც ეხებოდა შოკოლადს. არიან ადამიანები, ესეთი ისყება, რომ არიან ადამიანები, რომელსაც ძალიან უყვართ შოკოლადიო, მაგრამ როცა უნდათო ისინი არ პოსტავენო ღიათო რა და შოკოლადი მინდა და რაღაცა, ისინი უბრალოდ კი არა და ჯემალა უბრალოდ ჩადისო და ყიდლობს ამ შოკოლადს და ჭამსო. ანუ ანალოგიურია ჯემალასაც აქვს გამოცდები, მაგრამ ის არ წერს, არ იღებს ფოტოებს წიგნებისას და უბრალოდ ჩდება და მეცადინეობს ჯემალასაც აქვს ტელეფონი, მაგრამ არ ჩეკინდება ყოველი გამოსვლისას და გამოცდაზე მომეწონა ერთს ქოდა დაწერილი ისო ძირითადათო სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტები გამოირჩევიან მაგითო. და საინტერესოა, ანუ რასაც უყურებთ გარედან ერთია, ანუ ეს ბევრი კომენტარები და ბევრი გაზიარება, მაგრამ თვითონ წერილები თუ მოგდით და რა შინაარსის მატარებელია მომხმარებლების წერილები. წერილები ძალიან დიდი რაოდენობით მოგდის უკვე. დღეს სადღაც 100 მინიმუმ 100 წერილი მაინც მოგდის ხოლმე. იდეები ძალიან ბევრია, ასევე ძალიან ბევრი ხალხი ისეთი, რომელსაც მოეწონა ჩვენი გვერდი და მადლობებს ვუსვით. ყველას დიდი მადლობა უნდა გადავხოთ ამ წერილებისთვის მე. და ამ იდეებსაც რა თქმა უნდა, რომლებიც კარგი იქნება, ჩვენ ამ იდეებს ვამუშავებთ და შემდეგ ვაქვეყნებთ ჩვენს გვერდზე. ანუ ბარათებად აქცევთ. კი, სხვათა შორის ძალიან ბევრი პოსტი არის, რომელიც არის ხალხის მიერ მოწერილი რა და იმათი სახელებიც არის მითითებული ამ პოსტებზე, რათა არ დაიკარგოთ მათი აშუქება. საავტორო უფლებები. ზოგი არის ანონიმურობა უნდა რა და თვად არ არის ყველგან დაწერილი, მაგრამ ვისაც არ უნდა იმაზე მითითებულია, თქო. და საინტერესოა თვითონ თქვენ რა მოგწონთ ყველაზე მეტად და რა არ მოგწონთ ქართულ ინტერნეტში, თუ შეიძლება ესე პრობლემები კლასიფიკაცია მოვახდინოთ, აი როგორი მომხმარებელია ქართულ Facebook-ზე მაგალითად შორს რო ქართულ სივრცეში, ესე ვთქვათ, არ მომწონს რაღაცა უაზრობით, რომ უნდათ რომ მიიქციონ ყურადღება. რას გულისხმობთ? ანუ просто ყურადღება რომ მიიქციონ, მაგალითად ზოგი აკეთებს რაღაცას, გონი პოსტის ქონა დაწერილი, რომ ყურადღების მისაქცევათო ჯემალა არ წერსო, ისა რა ქვია, როგორ გავაუქმო Facebook-იო რა, ანუ არ შედის რა და არ ეძებს იქ რა და ყურადღების მისაქცევათ მაგას არ წერსო. კიდე იყო ანუ ყველა უაზრო პოსტ რაც თავში მოვუვათ, მაშინვე პოსტავენ ისე რომ შეუძლიათ რომ ერთ წუთი დაფიქრდნენ და უცებ გააკეთონ ეს ყველაფერი თავის შეუძლიათ.
მეს მე მგონი არ არის ცლად სასიამოვნო და კარგად მოსასმენი და დასანახი. და ძირითადად ამაზე არის აქცენტი გაკეთებული, რომ ესეთი გუაზო რაღაცები აღარ გააკეთოს ხალხმა. თუმცა ეს დისკუსია ხო სხვა ხوارებლების კედელზეც არის ხოლმე, რომ მაგალითად ნუ აზიარებთ ზაზაფაჩულიას პოსტებს და მე ხალხი ჩხუბობს, რომ თქვენ ვიგეკითხებათ, გავაზიარებთ და მე კიდე იმათ ეჩხუბებიან სხვა ხალხი. ანუ ეს ჩხუბი ხო რაღაცა შემადგენელი ნაწილია Facebook-ის და მაინც, ანუ ადამიანები მაინც აგრძელებენ ისეთ ცხოვრებას, როგორც ჯემალა არ ცხოვრობს და ამ შემთხვევაში იუმორი ალბათ ყველაზე კარგი გამოსავალი იქნება ამ პრობლემიდან ალბათ. და თქვენ თვითონ რისთვის იყენებთ სოციალურ ქსელებს? რას წერთ ხოლმე? რავი, მე მაგალითად მეგობრებთან კონტაქტისთვის ითად და რავი. ეხლა ახალი ისა გვაქვს ჩვენ. რისთვის გამოვიყენებთ ამ გვერდს? შემოვიდეთ გვერდზე, მიბაძეთ ჯემალარა და ვაჩვენოთ არც თუ ისეთი კარგი ჩვევები ქართველი ხალხის, რომ ასე ვთქვათ, გადაეჩვიონ ამ ჩვევებს. აი, რა ჩვევებია ესეთი? ძირითადად ყველაფერი, რაც გვიწერია იმ გვერდზე. ხო, მაგრამ ჩვენი იმ მსმენელებისთვის აი, მაგალითად, ესე იგი, მსმენელების ძირითადი ნაწილი მოგეხსენებათ ავტომანქანების ზღოლები არიან რა და ერთი ჩვევა იყო, კი არა და ჩვევა არის, რომელიც არის ძალიან ცუდი, ჩვენ გვეწერა რომ ჯემალას ყავს მანქანასო, მაგრამ ის არ სვავს ალკოჰოლს, როცა ის რულთანო. მეორე იყო მანქანაზე, რაც მახსენდება, რომ ჯემალაც ხედავს გასარეცხ მანქანებს, მაგრამ არ უწევს გულებს და გამრეცხეს ავტომანქანის ზღოლს. ძალიან ხშირად ქუჩაში სამწვანე აინთება, იქამდე უკვე უამრავი სიგნალი მოდისო, გადაწადი გაიარე და ასეთი რაღაც. ნუ და ეს რა თქმა უნდა არც ყურშემო მოსასმენი და რა თქმა უნდა არც დასანახად არ არის კარგი და ამაზეც იყო ერთ-ერთი პოსტი, რომ არ აქვს დროის მანქანა და წინასწარ არ არის სიგნალებს და არ მიუთითებს ხალხს წასვლაზე. ყველაზე პოპულარული გარდა შოკოლადისა რა თემა იყო, რომელზეც დიდი კომენტარები და დისკუსია გაიმართა? მიმოწერებზე იყო, რომელთაც ანუ ორი ადამიანის მიმოწერა, ეხლა მე და ჩემ მეგობარს რომ მივწერო რა და ამ მიმოწერას რო სკრინს უღებენ და რო დებენ თავიანთ პროფილებს, ხო, პეიჯებს. საჯაროდ რომ დებენ ხოლმე. ამავე შინაარსის რაც მახსოვს იყო ის, რომ როცა შემოხვალ მომწერე, ოღონდ საჯარო სტატუსი რო იყო და არა პირადი. საინტერესო თვითონ ის ხალხი თუ გწერთ ხოლმე კომენტარებს, რომლებიც თვითონ იქცევიან, ესე ანუ თავიანთი თავის იდენტიფიცირებას თუ ახდენენ და მე რაღაცა შემოდიან ინტერაქციაში. კი არიან და სხვათა შორის ძალიან ბევრი შემთხვევა იყო იმაზე, ქართულ ცოდნასთან დაკავშირებით, რა იქ დეტალებზე რო იყო, რა იქ სინტაქსური შეცდომები ზოგადად მძიმეზეს რო გეუბნება ესე არ არისო და თუ ჭკვიანი არისო ესე ის უნდა იცოდესო რა და მაგათთვის გავაკეთე პოსტი ჯემალამ კარგად იცის მეთქი ქართული მეთქი, მაგრამ პატარა უმნიშვნელო შეცდომებზე იგი არ ეუბნება შენიშვნას მეთქი რა მაგასთან დაკავშირებით და მიბაძეთ მეთქი მას. კეთილი. რა ჯემალა ცოტა ხანია არსებობს, როგორ ფიქრობთ, რამდენი ხანი შეიძლება გაგრძელდეს, ანუ რა მასალაა ქართულ ინტერნეტში დაგროვილი იმისთვის, რომ ესეთი აქტიური და ცოცხალი იყოს ეს გვერდი? საკმაოდ დიდი მასალა გვაქვს ჩვენ და ყოველდღე ახალ იდეებს გვაწვდიან, თუ ჩვენ არ გვაფიქრდება რა თქმა უნდა და რა თქმა უნდა, ალბათ ძალიან დიდ ხანს გაძლევს ეს გვერდი. თქვენი მეგობრები თუ არიან ჩართულები გარდა რაღაცა უცხო ადამიანებისა, რომლებმაც გვერდზე გიპოვეს? დიახ, მე პირადად საკმაოდ დიდი რაოდენობით მეგობრების მეხმარებიან ამ იდეების მოწოდებაში და მგონი გიორგისაც ასე. კი, რა თქმა უნდა. კეთილი, ძალიან დიდი მადლობა უნდა გადაგიხადოთ ჩვენთან სტუმრობისთვის. სანდრო ჭილაძე და გიორგი დღემალაძე იყვნენ ჩვენთან სტუმრად. შეგიძლიათ მოძებნოთ ეს გვერდი Facebook-ზე, ალბათ გაერთობით თქვენს მიბაძე ჯემალას, ესე ქვია და შეგვიძლია ვიფიქროთ იმაზეც, ამის პარალელურად სოციალურ ქსელებში რას და როგორ პოსტავთ ხოლმე, იმისათვის რომ არ გავხდეთ ჯემალას მსხვერპლები.